ირაკლი, ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, რას ვთხოვს ამერიკის შეერთებული შტატები? სამწუხაროდ არაფერი არ შეცვლა ჯერჯერობით. მარკო რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტი იგივე პოზიციაზეა და წინაპირობებს აყენებს ურთიერთობის განახლებისთვის. ამ წინაპირობების ერთი ნაწილია, რომ დასავლეთის აგენტურა კვლავ იყოს, ესე იგი, საქმეში. ამ დროს როგორც შენაღნიშნე, ნულოვანი რეიტინგი, ნულოვანი ნდობა და ეს ეხება ასევე სამოქალაქო სექტორსაც, რომელიც მონოპოლიზირებული იყო ათეულობით წლების წინ, 90-იანი წლებიდან და რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში ტროას ცხენს, ანუ მეხუთე კოლონას, ესე უკვე გაწვრთნილი დივერსანტების არმია, რომელიც ემსახურებიან უცხო ქვეყნის ინტერესებს. სტალინის რეჟიმი რო იყოს ახლა, მაგათ ყველას დახვრეტდა. ну, აღარ არის ხა ეს ეპოქა არ არის, დახვრეტა არ გვინდა, მაგრამ ესენი ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო საქმიდან და საჯარო სივრცისგან უნდა მოვაშთოთ. ეს არის ეროვნული ამოცანა. მოკლედ ეხა ის ჯო ვილსონის მიერ მომზადებული შეთანხმებული კითხვა რუბიოსთან, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანხმობით იქნა დასმული. რა თქმა უნდა, ახლა სხვანაირად როგორ